ვეღარ პოულობ იმ პოსტს, რომელიც გამოქვეყნდა იმ ქართსა და პოსტს, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე ხნის წინ და რომლის ავტორიც არის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მეუღლის და ქალბატონი მარიამ თუ არ ვცდები თამაზაშვილი, რომელიც ამბობს, კი ვერ პოულობ, მაგრამ შინაარსი მახსოვს, ამბობს დაახლოებით შემდეგს, რომ ბეო ძალიან წუხარო რომ ასეთი ამ მოხდაო, ირაკლიო, ესე იგი მისი შესაბამისად დის ქმარი ირაკლიო დაემშვიდობა ბავშვებსო, ბავშვები არიციან რატომ არის მამა ციხეშიო, ეს კაციო ირაკლი ღარიბაშვილი მთელი ცხოვრება სამშობლოს ემსახურებოდაო, რამდენად ტკივნეულია, რამდენად მძიმეა ეს ჩვენთვის წარმოდგენაც კი არ გაქვთო. ქალბატონი მარიამ თამაზაშვილი ერიხსენებს საკუთარ ბავშვობას, როგორც აიყვანა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 წლის მარიამი ბავშვი. მაკდონალდსში რუსთაველზე როგორ გაერთო მასთან ერთად დამალობანა თუ არ ვცდები როგორ ითამაშა, საერთოდ რამდენად კარგი კაცია ირაკლი ღარიბაშვილი, რამდენად კარგად ურთიერთობდა უმცროს მარიამთან, დარწმუნებული ვარ, გულახდილად გეტყვით, არ მეპარება ეჭვი. საერთოდ რამდენად კარგი მამა, რამდენად კარგი მეუღლეა, რამდენად კარგი ოჯახის წევრია, რამდენად ერთგული კაცია და ის გაოგნებას ვერ მალავს იმის გამო, რაც მოხდა და ბავშვებმა უკვლავ ამახვილებს ყურადღებას ირაკლი ღარიბაშვილის მოზარდებზე, ორ ბავშვზე თუ არ ვცდები და არ ვცდები, დრო ერთი უფროსი თუ არ ვცდები, უფროსი შეერთებულ შტატებშია, ცხადია ისიც განიცდის. მამის ამ მდგომარეობაში ყოფნას ბავშვებს რა უთხრათო, ბავშვებმა არიციან რატომ მოხდა ეს ყველაფერიო და რას ეუბნებიან ახლა თამაზაშვილები ან ღარიბაშვილები თქვენი აზრით ბავშვებს მოზარდებს პირველ ყოვლისა. გაგიკვირდებათ და ჩემი მოსაზრებით ისინი არ ადანაშაულებენ ამ ყველაფერში ბიზი და ივანიშვილს და ადანაშაულებენ მაგალითად ირაკლი კობახიძეს, რომელიც ასეთი სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ თუ წინააღმდეგ და ბიზინა ივანიშვილს დაუმტკიცა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება დაჭერა და მერე მასთან საპროცესო ერთგვარი შეთანხმების გაფორმება და მისი ბრალის დაყვანა, რომელიღაც სისხლის სამართლის რომელიღაც მოხლამდე და 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება მისთვის არის სწორი და კარგი გამოსავალი, თუმცა მანამდე აქ გითხარით გუშინაც ვისაუბრე ამ თემაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა მანამდე რასაკვირველია, მაღალი ალბათობით ჩაიტანა თანხა რომელიღაც სალაროში ბიზინა ივანიშვილის ქართული ოცნების, ქართული ოცნების შავ, ქართული ოცნების თეთრ, არ ვიცი ღმერთმა უწყის რა სალაროში და არ გულისხმობ იმ $7 მილიონ რომელიც ამოღებულია და ოქროს ზოდებს, რომლებიც ამოღებული იყო პროკურატურის მიერ მისივე ღარიბაშვილის საცხოვრებელი სახლიდან თუ სახლებიდან, არამედ სხვა ფულზე ვლაპარაკობ, რომელიც მას შეუგროვეს იმ კომპანიონებმა, რომლებიც მასთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, უმრავლეს შემთხვევაში რამდენადაც ვიცით და ცნობილია, ღვინის ბიზნესში იყვნენ გარეული, ირაკლი ღარიბაშვილი იყო უბრალოდ ჩარეული მათ ღვინის ბიზნესში და გარკვეულ წილებს ფლობდა უკანონოდ იმ კომპანიებში, რომლებთანაც ვითომ ბიზნეს რეალურად კი მაფიოზურ კარტელური ურთიერთობა ჰქონდა ჩამოყალიბებული. ბავშვებს არ უხსნიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მისი დაპატიმრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ბიზინა ივანიშვილმა. ბიზინა ივანიშვილი ხომ დამფუძნებელი მამა და მოწყალე კაცი ჰგონიათ. და ბიზინა ივანიშვილი აღმოჩნდა, რომ ყველაზე უფრო მეტად დაუნდობელია. ირაკლი კობახიძეზე, როგორც მეისრეზე ან შემსრულებელზე ხელების შეწმენდა რასაკვირველია იოლია, თუმცა პირველ დამნაშავე, მთავარ დამნაშავე, ბრჭყალებში თუ ბრჭყალებოთ, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ყოველ შემთხვევაში და მისი ფართო დიდი ოჯახისათვის მთავარ დამნაშავე რასაკვირველია უნდა იყოს და არის კიდეც ბიზინა ივანიშვილი, მასზე უნდა იყოს აქცენტი გადატანილი, თუ ბავშვებმა, თუ მართლა გინდათ, მართლა უნდათ, რომ ბავშვებმა, ცხადია ძალიან ფაქიზად, იმიტომ რომ მაინც მოზარდები არიან, იცოდნენ სრული სიმართლე იმ ქარტეხილების ან თავგადასავლის თაობაზე, რომელშიც არის ახლა მათი მშობელი მამა ირაკლი ღარიბაშვილი. ამ სიტყვებს რომ გკითხულობდი ქალბატონი ნუნუკას დისა, ქალბატონი მარიამ თამაზაშვილისა, მეორე მხრივ მახსენდებოდა პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის ერთგულ და ირაკლი ღარიბაშვილი რო უჭერს იმჯერაც რომ უჭერს იმ მთავრობას, ყავს გამოკეტილი საპატიმროებში. თუ ბავშვები განიცდიან ღარიბაშვილისა და განიცდიან და უნდა განიცდიდნენ კიდეც ცხადია სრულ სიმართლეს მათ ვერც ფაქიზად და ვერც არაფაქიზად ვერ ეუბნებიან. წარმოიდგინეთ რამდენად განიცდიან იმ პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრების მშობლების შვილები ან ოჯახის წევრები, რომლებიც ეს პატიმრები არიან აბსოლუტურად ირაკლი ღარიბაშვილის
განსხვავებით აბსოლუტურად უდანაშაულოები. როგორ განიცდიან ის ადამიანები, უმრავლეს შემთხვევაში თავად ბავშვები არიან, ვინ საპატიმროში მოხვდა, ოღონდ არავინ იცის, რატომ მოხვდა. ცრუ მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, ცრუ მოწმეების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, ცრუ მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, ცრუ და არაკომპეტენტური და ანგაჟირებული პროკურორების მიერ წარდგენილი ბრალდების საფუძველზე იმის გამო, რომ ადვოკატებს დამოუკიდებლად იმისა, რამდენად კვალიფიციური იყვნენ ეს ადვოკატები, არ მიეცათ პრაქტიკულად დაცვის ქვეშ მყოფი სუბიექტების დაცვის შესაძლებლობა, სრულყოფილი დაცვის შესაძლებლობა და თუ ვისაც მიეცა მათი ხმა რასაკვირველია გაგონილი არ იყო იმ გარკვეულ შემთხვევებში ან ცალკეულ შემთხვევებში სანქციონირებული მოსამართლეების მიერ, რომლებმაც გამოიტანეს ესოდენ მძიმე ვერდიქტი. დიახ, ქალბატონი მარიამ თამაზაშვილი მართალია თითქოს, ან თამაზაშვილებისა და ღარიბაშვილების გადმოსახედით მართალია ირაკლი ღარიბაშვილზე რომ აკეთებს ესეთ ემპათიურ განცხადებას, ისევე როგორც სხვები არიან მართლები, ვინც ირაკლი ღარიბაშვილს გარკვეულწილად იცავს, მაგალითად ქალბატონი ყათუნა ხოფერია, ბატონი გიავოლსკი, სხვების გახსენებაც შეიძლება ასაკვირველია, ქალბატონი არ ვიცი ამ გალს რა ქვია, ჩხარკავა პროპაგანდისტიაო ესე წერენ, სხვები, აი ვოლსკის კომენტარიც არის, აქ გითხარით, სხვები და სხვები, შესაძლოა სხვაც შემხვდეს, ეს ვინ არის, არ ვიცი. ვინ არის ეს, აგე იმასაც გაუკეთებია განცხადება იუსტიციის მინისტრის პოსტზე მყოფ პატა სალიას, რომელსაც თქვამს, რომ მოხდა შეთანხმება ბრალდებულსა და სახელმწიფოს შორის და რატო მოხდა თუ შედგა ეს შეთანხმება, იმიტომ რომ კვლავ გავიმეოროთ ეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ფული ჩაიტანა ოცნების თეთრ თუ ოცნების შავ სალაროში, მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს, მათგან არავინ არ ლაპარაკობს, მართლა შესაწყალებლებზე კი არა, მართლა ემპათია გამოსაცხადებლებზე, შესაწყალებლებზე არ მინდა სიტყვები ხმარო, ემპათია გამოსაცხადებლებზე. თუ ირაკლი ღარიბაშვილი იმსახურებს ემპათიას მათი მხრიდან, ჩვენი მხრიდან მით უფრო დიდ ემპათიას შეუდარებლად დიდ ემპათიას იმსახურებს ნებისმიერი პატიმარი, რომელიც დაატყვევა და მძევლად აქცია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ეს უნდა ვიცოდეთ მაინც. ეხლა ერთი პირი უნდა ვახსენო ამ ასობაში, ეს არის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, ჯერაც ხელმძღვანელი, ბატონი კუპრაშვილი, მივალ მის პოსტამდე, რომელიც შრი-ლანკაში ყოფილა ახლა და რომელსაც უთქვამს ამგვარი და აქ ვარ შემთხვევით რჩები განზრახ, რაზე მინიშნებაა ეს თითქოს იმაზე მინიშნებაა, რომ ბატონი კუპრაშვილი არც აპირებს საქართველოში დაბრუნებას. სხვადასხვა კუპრაშვილთან დაკავშირებით ერთი სიტყვის თქმა არის აუცილებელი, როდესაც მან, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, მონიტორინგი მოახდინა ცალკეული თანამდებობის პირების დეკლარაციებისა, მათ შორის ბატონი ღარიბაშვილის დეკლარაციისა, იქ ვერაფერი აღმოაჩინა. აშენ კუპრაშვილი 2026 წლის მარტიდან უმუშევარი რჩება, ანუ თვეში ერთმანეთს ნახევარში, ოცნება აუქმებს ანტიკორუფციულ ბიუროს და აშენ კუპრაშვილი ყოველთვიურად კი ხელფასის სახით იღებდა 12400 ლარს და ის ითვლებოდა ირაკლი ღარიბაშვილის კადრად და ახლა რაღაცა შრი-ლანკაში რჩება, როგორც თავად ამბობს, განზრახ ანუ შეგრებულად, არ გამოვრიცხოთ, რომ აშენ კუპრაშვილი მოდის ვიხდი და აითესა შრი-ლანკაში რამდენად კარგი 100-ი ადგილია სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, მან სხვა საყუდელი როგორც ასეთი, სხვა გასაჩერებელი როგორც ასეთი, ვერ ნახა ყოველ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ეს ჩემი ვარაუდია, დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ კუპრაშვილი არ და არასდიდებით არ დაბრუნდება საქართველოში, ცოტა ძნელია, მაგრამ თუ ნაჟნე კუპრაშვილის მიმართაც დაიწყებს გარკვეულ ძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა და ვის და ბატონ კუპრაშვილს ეკნება ინფორმაცია ასეთი ამგვარი, მაშინ კუპრაშვილის ეს გადაწყვეტილება ათესვის, ანუ ქვეყნიდან გასვლის, გარკვეული პერიოდით ქვეყნიდან გასვლის თაობაზე, სავსებით ლოგიკური ჩანს, რომ ვიცოდეთ. მაინც ამასობაში მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილის სინდისის პატიმარი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილი არც პოლიტპატიმარი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნა ივანიშვილის შიდა გარჩევების შედეგად დაპატიმრებული პირია, კონკრეტულად ირაკლი კობახიძის კლანმა გაიმარჯვა ირაკლი ღარიბაშვილის
მინი კლანზე ასე ვიტყვი და თუ ნებას მომცემთ ვიტყვი ასე დროებით მეთქი ბიზნე ივანიშვილია მთავარ პასუხისმგებელი დასაკვირველია და ბავშვებმა ღარიბაშვილის ბავშვებმა რომლებსაც სხვათა შორის ღიად ვიტყვი რომ მათი მე აბსოლუტურად უფროსისა თუ უმცროსებისა მე ან ოჯახის წევრების აბსოლუტურად მესმის იმიტომ რომ ძალიან რთულია როდესაც ყველასთან მიმართებაში რთულია როდესაც შენი ოჯახის წევრი ყავს შენი გაგებით ყოველ შემთხვევაში უსამართლოდ დაჭერილი მაგრამ ასეთივე რთული იყო ზურე ჯაფარიძის შვილებისათვის ასეთივე რთულია ნებისმიერი პატიმრისათვის რომელიც ახლა არის საპატიმროში ასეთი 150 დაახლოებით პატიმარი ყავს გამომწყდეული ასეთივე რთულია მიხეილ სააკაშვილის შვილებისათვის მათ შორის უმცროსი შვილისათვის რომელიც დედასთან ერთად სცენაზე გამოდის ქალბატონ სოფოსთან ერთად და რაღაცა კომპოზიციებს ასრულებს ბღერის არჩეული ბავშვია და ასე შემდეგ მისთვის განართული არ არის თუ სირთულეზეა საუბარი მაშინ ყველას მიმართ სირთულეზეა ვისაუბროთ როგორც თუ სამართლიანობაზეა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილი არა ამათი ამ ბანდის არამედ სხვა ნამდვილი ხელისუფლების და ნამდვილი სასამართლოს მიერ არის გასასამართლებელი და არა იმაზე რაც მასე და რაშიც მას ნაკლებად იმაზე რაშიც ედავება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მისივე გუნდის აზუკი ყოფილ წევრს მეთქი ან მარად წევრს თუ გნებავთ ასე ვიტყვი ყოფილ და ამავდროულად თუ იმავდროულად მარად წევრს რომელიც ერთგული რჩება ბიზნე ივანიშვილისა და ბიზნე ივანიშვილს არ და არასდიდებით არ ადარაშაულებს რაც შეეხება ბზია ამაღლობელთან და არა მხოლოდ ბზია ამაღლობელთან დაკავშირებული მარში გაიმართა გუშინ დედაქალაქში იცით თქვენ მარჯანიშვილის მოედნიდან ვიდრე რუსთაველის გამზირამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე ახლობით 2-3.500 მოქალაქე დაიძრა და შეძახილები მათ შორის იმარჩოლული გოგოსი რომელიც ესე ყვირის ხოლმე არ იქნება სამართად არ იქნება მშვიდობა იყო ისმოდა დედაქალაქის ცენტრში ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ქართული საზოგადოება ძალიან ადეკვატურად აფასებს პროცესს და ქართული საზოგადოება ბევრი მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა არ ეგუება ბიზნე ივანიშვილის ამ მმართველობას და ელის იმ არაჩვეულებრივ მომენტუმს როდესაც გადაწყდება ეს ხელისუფლება წელში მეთქი ასე ვიტყვი ხოშვის მე არ ვეთანხმები ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს რომელსაც უთქვამს ჩავიკითხავ ახლა თუ მივაგენი მე ვაგდებ ხოლმე ხანდახან მე-12 ციხეში გადაუყარია თამასობაში ბატონი ღარიბაშვილი ქალბატონ ზურაბიშვილს უთქვამს რომ და მე კარგ არ ვიცი ქალბატონ ზურაბიშვილს უთქვამს რამე წელა პაუზა აი უთქვამს მივაგენი ესე იგი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია მე ამაში ვეთანხმები რომ ეს არის ტერორი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აი გაგიკვირდებათ და თამაზაშვილებს ხო არასდროს არ უჭერდით ჩვენ ერთმანეთს მხარს მე თქვენ და თქვენ მე მაგრამ მე გეტყვით რომ ეს არის ტერორი იმიტომ კი არა რომ ის არ იმსახურებს საპატიმროს ღარიბაშვილი ამ თუ სხვა ბრალდებით არამედ იმიტომ რომ ეს არის შერჩევითი სამართალი თუ მაინც და მაინც დაჭერებზია საუბარი მაშინ ყველას მოხდოს ბიზნე ივანიშვილმა ხელი ტერორი შეიძლება ძალიან ძიმე ჭხერს თუ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განაჩებგან მაგრამ ეს არის პრინციპში ესეთი ტერორისტული ერთგვარი მოდი ასე ვიტყვი ტერორისტული აქტია ტერორი და დამცირება მოდი ასე ვიტყვი დამცირება ტერორი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ალბათ ესე უნდა დაეწერა ქალბატონ ზალუეს ისინი ციხეში არიან ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავდაცვის მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რეჟიმი პოზიციებს თმობსო ამას ბრძანებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი რაშიც მე მას არ ვეთანხმები პრინციპულად მე არ გონია რომ რეჟიმი უკვე თმობს რეჟიმმა დაიწყო პოზიციების დათმობა უბრალოდ პირიქით რეჟიმი ამბობს რომ მე თუ ვიჭერ ჩემს ოპონენტებს ამის იმით არ გამაძეს ირაკლი ოქრუაშვილს ნიკა გვარამიას ნიკა მელიას თუ ელენე ხოშტარიას მე აგე სამართლიანი ვარ ყველას მიმართ და ჩემებსაც ვიჭერ ჩემიანებსაც მათ შორის მათაც ვინც მე თანამშრომლობა ღარიბაშვილის სწორედ თანამშრომლობა
თანამშრომლობდა საქართველოს პროკურატურასთან, პროკურატურა წოდებულ ბანდასთან და აქ ამიტომაც გაუფორმეს მას საპროცესო შეთანხმება ფორმალისტური თვალსაზრისით, თუმცა რას ნიშნავს თანამშრომლობა, არერ კიდევ ერთხელ ვიტყვი, გუშინაც ვისაუბრე და ხვალაც შესაძლოა მომიწიოს მომიხდეს ამაზე საუბარი, თანამშრომლობა ნიშნავს ფულის ჩატარას, აი კალაძე რა ხსახსენებელია ახლა, მაგრამ სხვა ნებისმიერი პირი, რომელსაც გვსმენია, რომ კორუფციაში ედავება საქართველოს დე-ფაქტო მმართველობა, რომელსაც ფულში ძალიან უჭირს და სჭირდება მეტი და მეტი პროპაგანდის დაფინანსება, მეტი და მეტი შავი ფული იმისთვის, რომ გამყარდეს და გაამაგრდეს. ამიტომაც უნდა ჩაატარინოს კორუმპირებულ პირებს ბიზნა ივანიშვილმა მოპარული თანხები. ხო და იმას ვამბობდი, რომ სამართალი უნდა იყოს ყველას მიმართ ჰორიზონტალური, თუ ღარიბ იმიტომ არის ეს ტერორი კონკრეტულად ღარიბაშვილთან დაკავშირებით, თუ ღარიბაშვილთან იმართებაში თუ სამართალია, მაშინ კალაძესთან სხვა წვრილან სრულფეხობას ასევე უნდა მოჰკიდოთ ქეჩოში ხელი ან ყურში ხელი და მიათრიოთ პროკურატურამდე და მერე უკვე სასამართლომდე და თუნდაც ამ სასამართლოს უნდა გაასამართლებინოთ და ამ შემთხვევაში დაგვრჩება ჩვენ ეგრეთ ნაწილ საზოგადოებისა და რჩება სამართლიანობის განცდა, თუმცა სამართლიანობის განცდა მაინც არ დაგვრჩება მაშინ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავახსენებთ სიამაღლობელს, რომლის ხარდაჭერის აქცია მარში იყო გუშინ, სხვა სინდისის პატიმრების ხარდაჭერის აქცია მარში იყო გუშინ, აგრეთვე პოლიტიკოს პატიმრებს, რომლებიც ასევე უსამართლოდ არიან საპატიმროში გამომწყდეულები. და ესეც უნდა ვთქვა, შეიძლება ალისა ქვია ხო, მიშა სააკაშვილის გოგოს, მე გეტყვით, რომ მის გულში გაცილებით დიდი ტკივილებია, ვიდრე შედარებით უფროსების, არ მინდა შევადარო, როგორც ასაკვირველია ტკივილს ვერ გაზომავ ასე, რამე ერთეული არ აქვს, მაგრამ ალისას გულშიც არანაკლები, მოდი ასე ვიტყვი, ტკივილებია დაპატიმრებული მამის, უსამართლოდ დაპატიმრებული მამის გამო და სხვა პოლიტპატიმრებისა, ნიკა გვარამიანის ბავშვების გულში და ტკივილი არ არის, თუ სხვების, ნიკა მელიასის სხვების, რომლებიც არიან დაპატიმრებულები და რომლებსაც სხვათა შორის ღარიბაშვილისაგან განსხვავებით არც არავინ შეიწყალებს, იმდენად სასტიკია ბიზნა ივანიშვილი, ყველას მიმართ სასტიკია, კაცი, რომელსაც ემპათიის იოტისოდე ნასახიც კი არ აქვს და ვისაც ემპათია არ აქვს, ღარიბაშვილებს მიმართავ, ჯაფარიძეებს მიმართავ, ვისაც გნებავთ იმას მიმართავ, ვისაც ემპათიის გრძნობა არ აქვს, ან ნაკლებად აქვს, მათთან ერთად ცხოვრების გარკვეული მონაკეთის გავლა არის დამღუპველი შენთვისვე, რომ ვიცოდეთ მაინც ამ შემთხვევაში ღარიბაშვილისთვის, სხვა შემთხვევაში ეს იქნება დამღუპველი წულუკიანისთვის პირობითად ლაპარაკობ, ან ინაკლი კობახიძისათვის არც ერთს, არც მეორეს და არც მესამეს მე არ გავეტირები ბავშვებმა კი რასაკვირველია უნდა იდარდონ იფიქრონ მშობელ მამაზე, ღარიბაშვილის მშობლებმა და ოღონდ ბავშვებმა, ოღონდ მშობლებს ვალდებულება აქვთ, რომ უთხრან გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც სრული სიმართლე დაუთხრან, რომ დამნაშავე კობახიძე კი არ არის, დამნაშავე ბიზინა, დამფუძნებელი მამა, შემქმნელი მამა, მეთქი ასე ვიტყვი, კონცეპტუალურ შექმნას გულისხმობ, დამფუძნებელი შემქმნელი მამა ბიზინა ივანიშვილია, ბიზინა ივანიშვილმა მოაპარინა ირაკლი ღარიბაშვილს თანხები და ბიზინა ივანიშვილმა მოჰკვეთა ხელები და დაუსრულა კარიერა დასრულებულ ირაკლი ღარიბაშვილს. ნახვამდის.